სადილის დრო ახლოვდება და ეხლა სასწრაფოდ თუ არ მოვამზადე რაიმე ხორციანი, გემრიელი და ისეთი რომ ყველას ეყოს, ჩემი საქმე წასულია. დღეს მოვამზადებ ქათმის соуს და ამ ყველაფერში ნოსტეს ქათმის ხორცი დამეხმარება. ქათმის ბარკალი ჩემი საყვარელი ნაჭერია, რომელსაც ჯერ კანი გავაცალე და შემდეგ მოვაყარე პაპრიკა, მარილი და შავი პილპილი. მოვასხე ზუსტად 2 წვეთი ზეითუნის ზეთი და გადავურიე. ბარკლები კარგად უნდა დაიბრაწოს ორივე მხრიდან. ამასობაში კი მოვამზადოთ ბოსტნეული. სასრულ ზომაზე დაჭერით ხახვის, სტაფილო, წითელი ბულგარული და კარტოფილი. გადაიტანეთ ზეთმოსხმულ ქვაბში და კარგად მოხროკეთ. ასევე წინასწარ დავჭერი მწვანილები, ქინძი და ოხრახუში. ამასობაში ბარკლების დაიბრაცა. გააცალეთ ძვალი და ხორცი ხელით დაძენძეთ, რომ ძალიან დიდი ნაჭრები არ შეგვყოთ. შემდეგ დავუმეტეთ ბოსტნეულს, დააჭყდეთ ნიორი, დაასხით პომიდორი და სულ ცოტა წყალი. დავუმეტეთ სუნელები, ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი და წიწაკა, ასევე მარილი და შავი პილპილი. დადგით ცეცხლზე კიდევ 15 წუთი, სულ ბოლოს დავუმეტეთ მწვანილები, ამოურიეთ და სადილის მზად არის. ეს კერძი თონის პურის გარეშე უბრალოდ დანაშაულია და მე მგონი გადავრჩი. ოჯახი დროულად დავაყურე. რა სიტყვით?